აი მარშალები არა დიდუბე ჩუღურეთის ეკიპაჟთა საყურადღებო, დიდუბე ჩუღურეთის ეკიპაჟთა საყურადღებო, რომელი გავა რესტორან თეთრ სახლთან გოგონა წყალში გადამხდარა და ითხოვეს შველა. 301 ვარ მე გავდივარიოდი. 301 გავიგე, მადლობთ. ირაკლიმ მაშინვე გადაწყვეტა ეს რომ წავსულიყავი და გვეშველა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვადრატში იმყოფებოდა სხვა ეკიპაჟებიც, მაგრამ ირაკლიმ მაშინვე მითხრა წავიდეთ უნდა ამოვიყვანაო. როდესაც მოუახლოვდით ამ ადგილს, აი ამ ტერიტორიას, თეთრი სახლის წინ, ირაკლიმ დაიწყო მომზადება, უნდა გადამხდარიყო მაშინ. მეოთხარი იქნებოდ ირაკლიმ დაველოდოთ მაშველებს ხო, რა მაშველები გამოძახებული ყავდა და სასწრაფო დახმარების მანქანა მოსულიყო კიდევ. ირაკლიმ ესო არაფერი არ არისო, შევთვისო, თემიზლიაო რომ ვაში შევიდე დავიძინო რა. გადაიხედა თუ არა წყალში. პირდაპირ ამას პრობლემა არ არის, ეხლავე გამოიყვან ამას რა. გოგონა ყვიროდა რა, ახლობით ამ ტერიტორიიდან მოდიოდა, ითხოვდა შველა. მარშალები არა უჭირდა ეხლა ცურვა, მაგრამ რაც შეეძლო მაქსიმალურად ვცდილობდა არ ეშვებოდა ამ გოგონას რა. ჩვენი თანამშრომლები გადახდნენ ბექარ წუხიშვილი და ოთარ ლაშკია. მით უმეტეს ეს ბექარი სპეცნაში ნავყოფია და იცის ცურვა კარგად და ძალიან ძლიერი პიროვნება თუ ფიზიკურადაც და თუ ისინიც მერე ამოვიდნენ ვერ შეძლეს ვერანაირად ვერც დაეწინე და არა წინა დაახოდროს კამერა ხო კამერა კამერა $2007 წლის 26 ივნის 36 წლის ირაკლი ქუთათელაძემ საკუთარი სიცოცხლე ახალგაზრდა გოგონას გადარჩენას შესწირა. იმედი მქონდა მისგან არაერთჯერ ვიცოდით და წინა წელსაც ყავდა მას მოქალაქე გადარჩენილი ანალოგიურ ფაქტთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვიყავი რომ ირაკლი ამას გააკეთებდა და არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და ბოლოს შედეგი კი რაც დადგა ეს რაღაც გაურკვეველია ჩემთვის რომ რატო მოხდა და რატო დაემართა. ძალიან კარგად სურა, ძალიან ორივე მამა და შვილი. სამივე დაჟის პატარა შოთიკო, სამივე რო წავიდნენ შუა ზღვაში, სუგიოდი. აღარ ჩანდნენ, ძალიან კარგად იცოდა. მე ირაკლის სურვაში ეჭვი არ შემოაძლია. მე მხოლოდ ამაში გავიცი ჩემს გულში ასეა რომ ჩემს შვილს რო შარვალი არ წმოდა და სარტყელი რო არ ქონოდა. ჩემი შვილი არაფრით არ დაიხჯებოდა. ჩემი შვილი უფრო მოკლე მანძილში მოახერხებდა იმ გოგოს გადარჩენასაც და იქნებ თავის გადაერჩინა და ასეც იქნებოდა, მაგრამ ჩაცმულობა და წყალი ერთად. მე და ირაკლი ერთმანეთი გავიცანით სტუდენტობისას 22 წლის ასაკში. მალევე შევქმნით ოჯახი და ერთად ვიცხოვრეთ 15 წლის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე სამსახური ჰქონდა, არასოდეს დაღლილობა და ცუდი ხასიათი ოჯახში არ შემოუტანია. ყოველი თავისუფალი წუთი, რომელიც ჰქონდა, მას გამოეყენებინა ბავშვებთან ურთიერთობისათვის, ჩვენთვის კარგი განწყობის შესაქმნელად. სამსახურის შესრულების დროს მას აინტერესებდა მარტო სამსახური და ბიჭების უსაფრთხოება პირველ რიგში. თუ საქმე რამე გამოძახება ხდებოდა და რამე გადმოსცემდნენ ისეთ რომ შესაძლებელი იყო იქ რომ რომელიმე თანამშრომელი დაშავებული იყო, არ გაუშვებდა არავის თავის ეცემა. ეთქოდა რომ დამელოდეთ და მაჩქარებდა სულ რომ მიდი სასწრაფოდ მიდი რომ პირველ რიგში თუ რამე სიზნელე ყოფილიყო მას უნდა გადაელახა თავის კისერზე. ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამა იყო თავის ოჯახისთვის.
რა თქმა უნდა, საქართველოსზე უზომოდ შეყვარებული იყო. ორი შვილი დარჩა მას, უფროსი 13 წლის ბიჭი არის, რომელიც სულთან დაყავდა და სულ ამბობდა, რომ ეს ისეთ ასაკში არის, რომ უკვე უნდა ისწავლოს და იცოდეს რა ცხოვრების სტილი როგორ არის და კაცებთან ურთიერთობა. დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ფეხბურთელი ყოფილიყო მისი შვილი. დააჩენდა, აიღებდა ფურცელს, დაუხასავდა. შენ აქედან კი არა, აქედან ამ კუთხიდან ასე უნდა დაგერტყა ბურთი, აქედან უნდა მოგეკედებია. ყველაფერს ასწავლდა, თავის ნახაზებს გაუკეთებდა და არიგებდა ათასნაირად, რომ კარგად უნდა ითამაშო და ხო ვიცი, რომ მე მინდა რომ ფეხბურთელი გაგზადო. თვითონ მიქმნის იმის ილუზიას, რომ მამა უნდა მოვიდეს. იმდენად დიდია მონატრება და იმდენად დიდი იყო სიყვარული, რომ აი 13 წლის ბავშვი ისე გამოხატავს ამის მონოტენს. როცა ბაღი დაიწყო, პირველი დღე იყო ბედნიერი მის ცხოვრებაში და პირველად ნახეთ ისე ძალიან გაცინებული და გაღიმებული, იმიტომ რომ ხშირად გამოყავდა მამას ბაღიდან და იმის სიხარული ჰქონდა, რომ აი მე უკვე მამა ბაღში მომაკითხავს და წამომიყვანს. მე გავუგზავნა ერთი კვირა ძალიან სტრესული სიტუაცია, რომ ეს არ მოხდა. მამა უცნობობდა ყოველთვის, რომ გახდეს ჩოგბურთელი და იმდენად ჩარჩა ესეც თავში იფიქრა და გადაწყვიტა, რომ აი რომ გავიზრდები ცოტას, რომ შევალ ჩოგბურთზეო და ბაღში თუ არ მომაკითხა, ეგ აუცილებლად მომაკითხავს. ამის ოცნებით არის ახლა. ყოველ დღე მის სურათებს ესაუბრებ. ყოველ დღე უყვება ბაღში რა ხდება, ვინ ნახა, ვინ რა ჩუქა. მამა ყოველთვის ეუბნებოდა, რომ არასოდეს არ უნდა იტირო შენ მაგას ვერ გადავიტანე და იმას გვაფრთხილებს, რომ მამას ტირილი არ უყვარდა არ იტიროთ. მამა აუცილებლად მოვა. ვცდილობდა რომ მაქსიმალურად დაეცვა ყველანაირი ეს ეკლესიურად ეცხოვრა და წესები დაეცვა ყველანაირად რა. იცავდა მარხვას, არ შეიძლება რომ რამე შესულა. საკეიპოდეს რომ ყოფილიყავით, არ შეჭამდა, არ დალევდა ითქოს მომზადებული იყო, აი რა რომ ეძახია რომ ღმერთსაც კარგები მიყავთო, აი ამ კაცს ნაკლი არ ქონდა არაფერში რა. წიან დღეს გამომიარა შვილთან ერთად და სამებაში წავიდეთო რა სურათები გადავიღოთ. გადავიღეთ ეს სურათები, მაგრამ არ დასალდა ამ სურათების ნახვა მას რა. ირაკლი ქუთათელაძე 1996 წლიდან საბურთალოს რაიონის უბნის ინსპექტორად მუშაობდა. საპატრულო პოლიციის შექმნის დღიდან მან მუშაობა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პატრულ ინსპექტორად განაგრძო. ნოემბრის თვეში მე გადმოვედი საპატრულო ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციაში. ის შემდეგაც ირაკლის ვთხოვე რომ გადმოსულიყო ჩემთან ერთად სამუშაოდ. მან უარი აღარ გამიცხადა და ჩემთან ერთად გადმოვიდა 2006 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციაში. ირაკლი ვიცოდი რომ იყო უაღრესად წესიერი ბიჭი, ურთიერთობაშიდანაც და სამსახურისთვის თავდადებული. მე რო დამირე გადამითხრა დედა პატრულში გადავდივარ. მე მაშინ მე უარი უთხარი. გთხოვ დედა პატრულში არ გადახვიდე, მე შინია მეთქი. თქვენ შინია ლეილა. მაგრამ მაინც გადავიდა პატრულში. რატომღაც გულმა იმ წუთში უარი მითხრა, ჩემი შვილი პატრულში არ წასულიყო. იმ წუთში უარი მითხრა. მაგრამ დამიჯერა. ირაკლი ქუთათელაძის დაკრძალვაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაღუპულის ოჯახს პრეზიდენტის მიერ ირაკლისთვის მინიჭებული წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. ირაკლი ქუთათელაძე მესამე ადამიანია, ვისაც ეს უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიაკუთვნეს.
დაკრძალვის დღეს საქართველოს ყველა ქალაქში პატრულ ინსპექტორებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თავიანთ ღირსეულ, გმირულად დაღუპულ კოლეგას. მე არავის არ ვადანაშაულე, არც იმ გოგოს ვადანაშაულე, იმიტომ რომ იმას არ დაუპატიჟებია, არც არავის არ დაუვალებია, ჩემი შვილი. იმან მისი ბუნებით გამომდინარე გააკეთა ეგიდან. არა რომ პატრულში იყო, არა, როგორც ის ხალხი იყო და მაყურებელი ყოფილიყო ჩემი შვილის, მაგრამ მგზავრობისთვის შეეხედა, ირაკლი მაინც გააკეთებდა ამას, იმიტომ ესეთი ხასიათი ჰქონდა. მაინც გააკეთებდა, ვიცი რომ გააკეთებდა. სამტრედიის პირველ საშუალო სკოლას, სადაც ირაკლი ქუთათელაძე სწავლობდა, საქართველოს პრეზიდენტი ეწვია. ის ბავშვებს მათი თანასკოლელის გმირობის შესახებ ესაუბრა. ირაკლი ქუთათელაძის გმირობა და მისი ხანმოკლე ცხოვრება, იმიტომ ჩემზე 3 წლით უმცროსი იყო, უნდა იყოს სახელმწიფო იმისათვის, როგორ უნდა იყოს ახალი საქართველოს ღირსეული მშენებელი, როგორი უნდა იყოს ეს ახალი ადამიანი. მე ჩემთვის ის არის პირადად სიმბოლო პასუხისმგებლობის, თავდადების, ვაჟკაცების, ადამიანურობის, პროფესიონალიზმის და პატრიოტიზმის. აი ესეთი უნდა იყოს თვისება, რომელიც გააჩნია ნამდვილ პატრიოტს თავის ქვეყნის. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ისევ და ისევ ჩემი შვილების და იმის, რომ მართლაც ირაკლიზებიდან გვიყურებს და ჩვენთვის ილოცებს და ერთადერთი კიდევ უცნობა მაქვს იმის, რომ როგორმე მეგორი ჩემი ვაჟი დაემგონოს მამას. აი მაშინ ვიქნებ ბედნიერი. ეს იმდენად დიდი ადამიანი იყო ჩემთვის და იმდენად კარგი თვისებები ჰქონდა მას, რომ მე ძალიან მინდა რომ მას დაემგზოს. რომ აი დარჩენილ ცხოვრებაში თქვა, რომ მას შემდეგაც ეს ტრაგედია მოხდა, კიდე რაღაცა ბედნიერებაზე შემიძლია ვიფიქრო, მხოლოდ მაშინ თუ ეს ოცნება მე არ მიხდება.